მე ხო წარმოგიდგენთ ორ თან ერთმანეთისგან განსხვავებულ მიმართულებას, მაგრამ ორივე უკავშირდება ჰიგიენას. Ძად ხართ? მივხედოთ ჩვენს ჰიგიენას. სტატისტიკა უნდა გაგაცნოთ, პირველი თემა ეს გახლავს სწორედ 40 წუთს ანდომებს ქალი ყოველდღიურად თმის დაბანას, გაშრობას, მოწესრიგებას. რამდენი დროა ეს? წარმოგიდგენია? დაახლოებით 4-5 საათი. ეგრეა? საოცარი დრო, ძალიან დიდი დროა. 4 საათი თმის ანუ რა დრო იკარგება ხტები? მე უძვირფასესი დრო. არა გადისო და რა არა, მე თქვენ იტყვით რომ რა შვებოდი ამდენ ხანსო და 40 ველოდებოდიო. 40 წუთი მჭირდებოდა თავის მოსაწესრიგებლად თქო. ეს მარტო თმაა და დანარჩენზე საუბარიც არ მაქვს, იქ მაკიაჟი, იქ ჩაცმა, რა ჩავიცვა, იმას ეს უხდება, არ უხდება, მოიცადე, რას უნამო. რამდენი პრობლემა არ მაკაცების მდგომარეობაში. ანტიკა. პირიქით მე იმიტომ დავიწყე ეს საკითხი, თქვენ შეხვიდეთ ქალების მდგომარეობაში. ასე გჭირდება თორე ჩვენ კი არ მოვიგონოთ. არა ხო. თქვენ რა დროს ატარებთ აბაზარში, კაი? 10 წუთი მაქვს? დიახ. მაქსიმუმ 10 წუთი. თქვენ თავს არც იშრობთ თმას, ხო? სადა გვაქვს მაგას? ხმარობთ, ანუ საშრობს იგივე. არა, საშრობს. გადაივარცნა მაქსიმუმ. საშრობი მედალევანის არ გჭირდება. ხო და მაგას ვამბობ, ანუ თქვენ უბრალოდ მხოლოდ ჰიგიენური მანიპულაცია. ხმარობდი. სურვაზეც რო დავდივდი მაშინაც არ. კეთილი. ანუ მე მაინტერესებს, იქნება და არ ჭირდება ყველას თმას ყოველდღიური დაბანა. რაღაცნაირად იქნებ მივიდეთ გამოხშირვამდე და დავზოგოთ დროც და ენერგიაც, წყალიც. მართალი ხარ, თიკა ექსპერტები ამბობენ, რომ თმას არ ჭირდება ყოველდღიურად დაბანა. პირიქით, თიკა ყოველდღე როდესაც იბანთ თავს, ამ შემთხვევაში კანი უფრო ზედმეტად შრება. საპასუხოდ სკალპი იწყებს ნორმაზე მეტი რაოდენობით ცხიმის გამომუშავებას კან ქვეშ მდებარე ცხიმოვანი ჯირკლებიდან, იმისათვის რომ დააკომპენსიროს ეს დანაკლისი და დაიცვას საკუთარი თავი. ეს კი იმის სრულდება, რომ თმა ცხიმიანდება და თავი დასაბანი ჩანს ძალიან მალე, პრაქტიკულად ყოველდღიურად. ხო და მანდ არის ზუსტად პრობლემა. თუ ჩანს, ესე იგი არის კიდევაც, ხო დასაბანი. თუ ჩანს, ესე იგი არის, გეთანხმები. ხო და ძალიან დამაბნეველია. როგორ ჩავჭრათ ეს ჯაჭვი? იქნება და რაღაცნაირად ცვლილებით აღარ გაცხემიანდეს ესე ინტენსიურად ეს სკალპი. შეგვიძლია რაღაც ინტერვენცია? შეგვიძლია, მაგრამ რთული გასაკეთებელია. მართლა? დიახ, იმიტომ რომ ქალბატონმა უნდა გაძლოს 1 კვირა წარმოგიდგენია შამპუნის გარეშე. მოიცადე, იბანავს მარტო წყლით თუ რას ნიშნავს შამპუნი? მარტო წყლით გადაივლოს. აი ესე თუ გავაკეთე, რა მოხდა? მაინც ხიმიანი არა მაქვს? ასე თიკა უნდა გავაკეთოთ. ხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისეთი საქმით არ არის ეს ადამიანი დაკავებული, რომლის დროსაც, ну, მაგალითად, აი, მტრიან გარემოში უწევს ყოფნა. კი, ჭერის ჩამომტერვას ვაკეთებთ. არის თუ ასე ვთქვათ, სარდაფის დაალაგება და ასე შემდეგ, ხო? ამ შემთხვევაში, თუ ასე არ გესწრებათ თავის ზედაპირი, იმისათვის, რომ დაარესტარტოთ სკალპი, ამისათვის შეეცადეთ, რომ 1 კვირა მაინც არ დაიბანოთ თავი და დამიჯერეთ. თუ ასე გააკეთებთ, ეს 1 კვირა შამპუნის გარეშე გადააპროგრამებს თავის კანს. და მერე დავშოთ გავიდა ეს 1 კვირა გავძელით და მოვიდა ახალი ათვლა. ხო, ნახე დაიბანე შამპუნით, თქვენ თავს უნდა დააკვირდეთ, როდესაც თავი მოგთხოვთ დაბანას, ამ შემთხვევაში დაიბანეთ და არა ყოველ დღე. მივხვდი ესე იგი ამ 1 კვირიანი ინტერვალის შემდეგ, პირველი დაბანიდან, როდესაც მივხვდები რომ გაცხიმიანდა, მაშინ არის დაბანის დრო და ეს ინტერვალიც გამოვთვალოთ, ხო, პირველი დაბანიდან, შემდეგ დაბინძურებამდე. ჩვენიერი. მადლობა, ვისწავლეთ ყველაფერი და წყალის დაიზოგა დროზე, თქვენც უფრო მშვიდად იქნებით დროზე წამოყვებათ თქვენი საყვარელი ქალბატონი. კიდევ ერთი თემა, რომელიც მინდა რომ აქვე შემოვიყვანო, არის ჯერ კითხვას დავსვამოდით, როგორ ფიქრობთ, 60-დან რომელია ის ერთეული, რომელიც ყველაზე იშვიათად ირეცხება? 60-დან ჯინსი. დაინახეთ. ამაში შევცდი რომ დავდი აქ. არა, მეც ასე ვფიქრობ. ჯინსი? კი ბატონო. მართლა ეგრეა. და რატო? და რომ დავუფიქრდეთ, მართლაც ეგრეა. არსებობს სტატისტიკა, რომელიც გვაუწყებს დაახლოებით რა რაოდენობის ადამიანი, რა სიხშირით შეიძლება რეცხავდეს საკუთარ ჯინსს.
ესე იგი 19% ამბობს, რომ სადღაც ყოველი ჩაცმის შემდეგ რეცხავს საკუთარ ჯინსს. ჩაიცვა იქვე გარეცხა. მეორე კატეგორია არის, რომელიც 53%-ში ადგენს, რომლებიც 2-4 ჩაცმის შემდეგ რეცხავენ ჯინსს. და ბოლო 28% გახლავს, 5-ჯერ ჩაიცვებს, მერე გარეცხავს. რომელი კატეგორია ხარ თქვენ? მე 28%-ის და მგონი უფრო მეტიც. ხო, შენ თითქმის სულ ჯინსები გაცვიეს. აი, მაგალითად შენ გაცვია ხა სხვადასხვანაირი ჩანს, რომ ნაწრი შარვალს რა სიხშირით რეცხავ? ალბათ 2-3. 2-3 ჩაცმის შემდეგ. მეც პრინციპში 2-4 ჩაცმის შემდეგ ვრეცხავ. ხო, იმიტომ რომ თან იშვიათად მაცვია. თან როგორც ყველა დანარჩენი, რატომაც არ რეცხავენ ძალიან ინტენსიურად ჯინსებს, არის ის, რომ ხუნდება კიდევ რაღაც ფორმასაც იცვლის, შეიძლება დამოკდეს კიდევაც ზომაშიც დაპატარავდეს. ახალი გაიწყი მე ცოტა უფრო ძალიან მოტკეცილია და ასე შემდეგ და ის ასე მოგებული. ნუ ხა ჯინსი ყველას გწმია. მოდით რეკომენდაცია გავუწიოთ ადამიანებს, რომლებიც ასე უფრთხილდებიან საკუთარ საყვარელ ჯინსებს თავის ფორმის თუ ფერის შესანარჩუნებლად. ბაქტერიების მოსაცილებლად ერთი მეთოდი შემიძლია შემოგთავაზოთ. ესე იგი თქვენი ჯინსი, როდესაც გამოიყენებთ, უნდა აიღოთ ეს ჯინსი, რომელსაც გაიხდით, უნდა აიღოთ ერთი ვაკუუმის პარკი, ჩავდოთ უნდა ამ პარკში. ესე იგი შეძლებს დაგვარეთ ეს ჰაერი გამოუტუმბოთ. რას არის სწავლის შენგან ადამიანი? მივდივარ, წავედირეს აბაჰე. საწახვე. მოვალ მალე. სამწარეულოში მივდივარ, შენი ჯინსები. საყინულში უნდა შევინახოთ 12 საათი დღეს. ანუ რომ მიხვდები რომ 12 საათი ასად არ დაგჭირდება ეს ჯინსი, მაშინ ეს აფხულში თუ რა ხდება? რატო საღამოს რომ მოხვედი, დილისთვის ხო გინდა? შეაგდე უცებ საყინულში, ოღონ ვაკუუმის პარკში, შემდეგ დილას გამოიხე, სანამ მოწესრიგდები ის გამოლღება და ჩაიცვა და წავალ სამსახურში. ბაქტერიებისგან იქნება თავისუფალი და ის ფორმა ექნება შენარჩუნებული, რაც ასე ძალიან ანუ აღავრეცხავთ ჯინსებს ყოველდღე საყინულში. თუ ამაზე თანახმა ხარ, მაშინ არ გარეცხავ. თიკა მთლად ბოლომდე თანახმა რა, გამოგიტყდები. ხო, იმაში გეთანხმები თიკა რომ გაყინვა ბაქტერიებს გაანადგურებს, ხო? მაგრამ ვერანაირ შემთხვევაში ვერ მოაშორებს სხეულიდან შარვალზე გადასულ ცხინს, ოფს და სხვა ტიპის ჭურჭელს. მაშინ ნუღა გავრეცხავთ. რატო ნუ გარეცხავ? რეცხვას რო ვერ ავწდებით, მაგის თქმა მინდა. კარგით, მაშინ გასწავლით რა უნდა გავაკეთოთ. ესე იგი, თუ თქვენ თავშეთ მარტო მაღაზიაში ჩასასვლელად იყენებთ ჯინსებს და ამობრძანდებით უცებ მალევე, მაშინ ნამდვილად არ არის საჭირო მალევე გაირეცხოს ეს ჯინსი, ალბათ ამაში არ ჩემი რეკომენდაცია გჭირდება. თუმცა, სხვა შემთხვევაში ალბათ უმრავლესობას გავყვეთ და 2-4 ჩაცმის რაღაცა შუალედში იქნება სასურველი რომ გაირეცხოს ჩვენი ჯინსები. ისიც შედარებით გრილ წყალში, ამობრუნებულ ვიზუალით, რომ არ დაკარგოს ის ფორმა და ფერი, რომელსაც ასე ძალიან უუფრთხილდებით. და კიდევ ერთი საშრობში გააშრობის რეკომენდაციას ნაკლებად უწევენ. ჯინსებს ჯობია ისევ ჰაერზე გაშრეს ეს ჯინსი, ოდნავ რაღაც თეძოსთან ოდნავ გავქაჩოთ, ვიდრე დავკიდებთ ან დავფენთ გასაჩრობად და შემდეგ ახალი გარეცხილი ჯინსებს ძალიან კარგი სუნია გზამაგიეროთ. თიკა სხვათა შორის ახალ ჯინს თუ რეცხავ და თუ ის ესეთი მუქი ფერის არის, ხო? უმჯობესია რომ თავიდან ცალკე გავრეცხოთ, რადგან პრაქტიკულად აი ეს ყველა ჯინსის შარვალს, რომელიც არის მუქი ფერის, გარეცხვისას მოგეხსენებათ ფერს კარგავს და გადადის. შეიძლება სხვა ტანსაცმელზე გადავიდეს. კეთილი, მოკლედ ჩვენ საყვარელ ჯინსებსაც გამოვუძებნეთ, ასე ვთქვათ, ფორმის შესანარჩუნებელი მიმართულება, ისაც არ გემეტებათ გასარეცხად საყინულე, მაგრამ რახან ცხიმს ვერ მოაშორებსო, მაინც ვიფიქრებდი. აღმოჩნდა, რომ მე სწორად ვიქცევი 2-4 ჩაცმის შემდეგ ჯინსი ექვემდებარება უკვე გარეცხვას ნამდვილად და ის მითითებები, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, გამოგადგებათ, რომ თქვენი ჯინსი იყოს საკმაოდ დიდხანს თქვენს გვერდით და თქვენ სამსახურში. ჯინსი კარგია, მით უმეტეს თუ კარგად გაზით ტანზე. მადლობა ძვირფასო ექიმებო, გემშვიდობებით. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში, მომდევნო შაბათს, მაგრამ ხვალ უკვე ახალი ექიმების შემადგენლობით და ახალი რჩევებით ჩვენ ისევ დაგიბრუნდებით. ხვალამდე.